18 წლის წინ შინდისში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპულ ქართველ მეომრებს დღეს პატივი მიაგეს. იქ იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ადგილობრივები და პოლიტიკოსები. ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათთან კომუნიკაციის ბოლო წუთები და მათი გმირული ბრძოლა. Როგორ თავდადებით იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიას მრავალრიცხოვანი რუსი ოკუპანტებისგან, რომლებმაც ჩასაფრება მოუწყვეს. შინდისში დღეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები, რომელთაც ყოველ აგვისტოს გლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. ქართული ოცნება გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟირო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაესწრნენ ამ ბრძოლაში, შეეწინნენ შეცდომას. ჩვენ ჯერ საქართველოს წევრი ვეტერანები როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი, ვინც ჩემს უკან დგას, მონაწილე არის უშუალოდ ამ ბრძოლების. ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის მიგვაჩნია არასწორად. შინდისის გმირების თავდადება არის ის წმინდა მარადიული ბაირაღი, რომელიც ქართულ ხალხს თავისუფლებისკენ მიუძღვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოვალეობა დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, წინაპრების საფლავებთან, ჩვენს სიწმინდეებთან. ეს არის მოვალეობა გმირებისთვის, ეს არის მოვალეობა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ბიჭების გმირობა მოგცა შესაძლებლობა ავისრულოთ ყველაზე დიდი ნატურა ჩვენ ქვეყანაში და ვიცხოვროთ გაერთიანებულ საქართველოში და ეს დღე მალე დადგება. Დღევანდელი დღე ალბათ თანაბრად არის დღე სიამაყისა და სევდის. ალბათ რაღაც განსაკუთრებულ სამფრივ ვერ ვიტყვი. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რბილად რო ვთქვათ, უცნაურია იმ გაგებით, რომ არის კითხვები, რაზედაც მინიმუმ ქართულ საზოგადოებაში უნდა იყოს მყარი პასუხები. დღეს არის შინდისის გმირების დღე და სწორედ ამ 17-მა გმირმა, ჯარისკაცმა აქცია აგვისტოს ომი და შინდისი ისტორიულ ადგილად, სადაც ყოველ წელს თითოეული ქართველი და მოდიოდეს და პატივს მიაგებდეს აგვისტოს ომის გმირებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ არავის არ ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო. ეს მსხვერპლი იყო ოკუპანტის თავდასხმის შედეგად გამოწვეული და საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში არის ღალატი, რომელსაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. შინდისში მივიდნენ ქართული ოცნების ლიდერები. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა მისი განცხადებების შესახებ კითხეს, რომელსაც ცხინვალის რეჟიმის გამოხმაურება მოყვა. 8 აგვისტოს კობახიძემ თქვა, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო. ამ განცხადებაზე დაყრდნობით ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სააკაშვილი ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და შესაბამისად აგრესიაში დამნაშავეა საქართველო. კობახიძე ამბობს, რომ ეს განცხადებები არ აინტერესებს. არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა. ასეთი ერთეულები არ არსებობს და აქედან გამომდინარე ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე-ფაქტო წარმონაქმნების ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას აკეთებენ. რაც შეეხება ჩემს განცხადებას. მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, იქ გარკვევით ჩაიწერა ასეთი რამ. რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც ითხოვს დამოუკიდებლობას, თქვენ მიეცით არგუმენტი. მინდა ყოველია ხა სამარცხვინო არგუმენტი თუ ვინმემ რამეს მიცა, ეს იყო ის, როდესაც თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც აღიარა ის რომ კონფლიქტი მათ გადაზარდეს ომში. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. 2012 წლის შემდეგ შედეგები რო ავიღოთ.
რუსეთის ფედერაციას პირველად არის ჩვენი ამ მოკლე ისტორიის განმავლობაში 35 წლის მანძილზე, რომ რუსეთს არ ქონია არავითარი წინსვლა, არც ტერიტორიული წინსვლა, არც ეკონომიკური წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. კობახიძესთან ერთად ჩინდიში მივიდნენ მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი. ისინი ჟურნალისტებს უმტკიცებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის სააკაშვილმა დაიწყო და რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შემოვიდა, რაც კონფლიქტის ზონაში ესკალაცია მოხდა. თქვენ საპასუხოდ სააკაშვილს ციტირებ ეხლა, რომ დიახ, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღმედგინა, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური წესრიგი და შევსულიყავი. ქართული სოფლები იბომბებოდა, ბატონო მიხეილ, 7-ში რა ხდებოდა გახსოვთ, 6-ში, 5-ში, 4-ში. რეზოლუციაზე რო იყო საუბარი, რეზოლუციაში რა წერია, რომ ფართო მასშტაბიანი სამხედრო, საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელისუფლებამ და ამაზე ქვეყნის დადანაშაულება. ეს არ არის ქვეყნის დადანაშაულება ამის თმა გედა. ეს განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ და ხელი მოაწერა ამას, რომ მათ დაიწყეს ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. სწორედ ესეთი მიამიტური დასმა კითხვის, რომ ომი ვინ დაიწყო, სწორედ ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ბოლომდე არ გქონდეს გააზრებული და გამოძიებული მათი დანაშაულის შესახებ, რომ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დავკარგეთ დამატებით 120 სოფელი. არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება. ერთი მხრივ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი საკუთარი ქვეყნის მიმართ და მთელ მსოფლიოს რომ აჩვენა დაბომბვა 7 აგვისტოს და მეორე მხრივ ის, რომ რუსეთს საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს, ესეც ვერ გადაიხედება. საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს. რუსეთი რასაკეთებდა აგვისტოს დასაწყისში? აი პირველიდან 7-მდე. პირველიდან 7-მდე მიდიოდა ესკალაცია, რომელშიც მიუძღოდა რუსეთს ასევე ბრალი. იბომბებოდა თუ არა ქართული სოფლები პირველიდან 7-მდე. დიახ, იყო სამხედრო ესკალაცია, თუმცა არასრულმასშტაბიანი და სამწუხაროდ ხელი მოუწერეს იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ღონისძიება ჩვენ წამოვიწყეთო. დიახ, სამწუხაროდ გასცა ბრძანება, მასობრივი დაბომბვის და ეს ყველა ვნახეთ. საკუთარი თვალით და საკუთარი ყურით მოვისმინეთ და რუსეთი საქართველოს შემოიჭრა 8 აგვისტოს, რითაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. შინდისის ბრძოლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ დაახლოებით 1 საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში მოწინააღმდეგემ დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. 17-მა ქართველმა მებრძოლმა უთანასწორო ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა.